უკვე რამდენიმე საათია ირანის პორტები ბლოკირებულია. ისლამაბადში გამართული მოლაპარაკებებით უკმაყოფილო დონალდ ტრამპმა თეირანს კიდევ ერთი ულტიმატუმი წაუყენა. მიზეზი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მხარეებს შორის არსებული უთანხმოებაა. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით შტატების სამხედროები ირანის სტრატეგიულ პორტებს დაბლოკავენ და დაატყვევებენ ყველა გემს, რომლებიც ამ პორტებით სარგებლობას შეეცდებიან. ამერიკის ლიდერის განცხადებას მეკობრეობა დაფასებენ ირანში. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი საპასუხო ზომებითაც იმუქრება. დონალდ ტრამპის ქმედებებით უკმაყოფილოა ევროპა, ოფიციალური პეკინი კი მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდებს. ვიდრე გაირკვევა რა შედეგით დასრულდება თეირანზე მორიგი ზეწოლის მცდელობა, ტრამპის მუქარამ პირველი შედეგი უკვე გამოიღო. მსოფლიოში ნავთობის ფასი ისევ გაიზარდა. ბექა ბერიაშვილი გიამბობთ. ირანის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ომის 45 დღეს დონალდ ტრამპმა თეირანს მორიგი ულტიმატუმი წაუყენა. თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით შეერთებულმა შტატებმა ირანის პორტებში შემავალი ან გამომავალი გემების ბლოკირება რამდენიმე საათის წინ დაიწყო. მისივე თქმით, პაკისტანში გამართული მოლაპარაკებები კარგად წარიმართა და პუნქტების უმეტესობაზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება ვერ შედგა. ამიტომ ტრამპმა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალებს დაავალა დაბლოკონ ყველა გემი, რომელიც ირანს ჰორმუზის სრუტეში გავლისთვის სოლიდურ გადასახადს უხდის და ასევე გაანადგურონ ირანის მიერ სრუტეში ჩადებული ნაღმები. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ნებისმიერი გემი, რომელიც ნებართვის გარეშე შევა ან გამოვა ბლოკადის არეალში, დაკავებას, გადამისამართებას და დატყვევებას დაექვემდებარება. ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კარგი რამ ხდება. ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამ ხდება. ფიქრობ, ირანი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ფიქრობ, ისინი ძალიან სასოწარკვეთილები არიან. ჩვენ გქონდა შეხვედრა, რომელიც 21 საათს გაგრძელდა. ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის სიტუაცია და ირანი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ირანის პორტების ბლოკირების შესახებ დონალდ ტრამპის პოზიციას იზიარებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. ისრაელის კაბინეტის სხდომაზე გამოსვლისას ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ტრამპმა თეირანის წინააღმდეგ ეს მუქარა იმიტომ გააკეთა, რომ მისი თქმით ირანმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს პირობები დაარღვია. ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი საკითხია. პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა მათთვის საზღვაო ბლოკადის დაწესება. ჩვენ რა თქმა უნდა უჭერთ მხარს ამ მტკიცე პოზიციას და კოორდინაციაში ვართ შტატებთან. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მუქარას ეხმაურებიან თეირანში. ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი აცხადებს, რომ ირანის შეერთებული შტატების არეშინია და sapasukho ნაბიჯების გადასადგმელად მზად არის. ირანის არმიის სპიკერი ებრაჰიმ ზოლფაქარი კი აცხადებს, რომ ირანის შეიარაღებული ძალები ქვეყნის ეროვნული უფლებების დაცვას ბუნებრივ და კანონიერ ვალდებულებად მიიჩნევენ, მათ შორის ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში სუვერენიტეტის განხორციელებას. ერთთან კავშირში მყოფ გემებს არ აქვს და არ ექნებათ ჰორმუზის სრუტის გავლის უფლება. სხვა გემებს სრუტის გავლის უფლება ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რეგულაციების შესაბამისად მიეცემათ. ახლო აღმოსავლეთში გამწვავებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდებიან ევროპაში. ევროპის ქვეყნები, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში შეერთებული შტატების მოკავშირეები იყვნენ, ირანის კონფლიქტთან დაკავშირებით თეთრი სახლის ლიდერის პოზიციას არ იზიარებენ და ხშირ შემთხვევაში მას ეწინააღმდეგებიან. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი და ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლების აღდგენის მიზნით მოლაპარაკებებს გამართავენ. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტამერი კი მიიჩნევს, რომ ზეწოლის მიუხედავად ბრიტანეთი არ ჩაერთვება ირანის ომში და არც ჰორმუზის სრუტის ბლოკადაში. ვითარებას ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც. მისი თქმით, ჰორმუზის სრუტის ბლოკადა ძალიან დამაზიანებელია ნავიგაციის თავისუფლებისთვის. ჰორმუზის სრუტის ბლოკადა ძალიან დამაზიანებელია. ნავიგაციის თავისუფლების აღდგენა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. გვაშფოთებს ის, რომ ლიბანზე გაგრძელებულმა დარტყმებმა შესაძლოა მთელი ეს პროცესი ჩაშალოს. უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია წევრ სახელმწიფოებს შორის ძლიერი კოორდინაცია, რადგან ნებისმიერ კრიზისში ჩვენი ძალა ერთიანობაშია. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ბლოკადას, ჩემი აზრით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სრუტის სრულად გახსნა და სწორედ აქ ჩავდეთ ჩვენი ყველა ძალისხმევა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და ამას გავაგრძელებთ. ჩვენ გვაქვს ნაღმების გამწმენდის შესაძლებლობები. ოპერატიულ საკითხებს არ შევეხები, მაგრამ ეს შესაძლებლობები გვაქვს. ჩვენი თვალსაზრისით ეს ყველაფერი სრუტის სრულად გახსნაზეა ორიენტირებული.
ირანის წინააღმდეგ ტრამპის მორიგი მუქარის ფონზე მსოფლიოში ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა. მედიის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე $104.24 შეადგენს, ხოლო ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა $102.29 მიაღწია. ამასთან აღსანიშნავია, რომ გასული 45 დღის განმავლობაში ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკირებამ ყველაზე მწვავე ეკონომიკური პრობლემები აღმოსავლეთ აზიაში შექმნა, რომლებიც კონფლიქტამდე ნავთობის უდიდეს ნაწილს სწორედ სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან იღებდნენ. ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციას ეხმაურებიან ჩინეთშიც. ოფიციალური პეკინის პოზიცია უცვლელია და ის კონფლიქტში მონაწილე თითოეულ მხარეს დეესკალაციისკენ მოუწოდებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერი გუო ჯიაკუნი აცხადებს, რომ გამოსავალი არა ომის ესკალაცია, არამედ თავშეკავებაა. მისი თქმით, პეკინი მზადაა ითანამშრომლოს ყველა მხარესთან ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მიწოდების უზრუნველსაყოფად. ჰორმუზის სრუტეს საქონლისა და ენერგომომარაგების მნიშვნელოვანი საერთაშორისო არხია. უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვა და რეგიონში შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა საერთაშორისო საზოგადოების საერთო ინტერესებს ემსახურება. მხარეებმა უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავშეკავება. ჩინეთი მზადაა კონფლიქტის დასასრულებლად პოზიტიური და კონსტრუქციული როლი შეასრულოს. ჯერჯერობით უცნობია, რა შედეგს გამოიღებს თეთრი სახლის ლიდერის ულტიმატუმი და იქნება თუ არა ეს ნაბიჯი საკმარისი თეირანზე ზეწოლის მოსახდენად.